პეტრეს როცა უკვე მკვდრეთით ამდგარი ქრისტე ხვდება ზღვის პირას და იქ საუბარი რო გაიმართება, ხო? მათ შორის. ძველი სახელით მიმართავს უკვე პას, უფალი. სვიმონს ეუბნება, სვიმონ იონასო. გიყვარმეა უფრო ის ამოცავ, ნახითან როგორ თითქოს ისე კბენს უფალი რა, რომ თავისი ნათქვამი გაახსენა რა, რომ ყველამ რო გიღალატოს მე არ გიღალატებო რა. ანუ ფაქტიურად ის უთხრა რომ მე ყველაზე მეტად მიყვარხარ. და ქრისტე ეუბნება რომ აბა ეხაც მითხარებ, ეხაც იგივეს მეტყვიო. ამ ვიდეოში მამასაბა გვეტყვის რა ამბობს, რომ ესე იგი ღმერთი წაკბენას უკეთებს პეტრეს. ანუ ის ძველი ისინი გაუხსენა რა თურმე რაღაცეები და არადა სახარებაში და სახარების განმარტებაში ესე არ არის საერთოდ მითითებული. პირიქით პეტრე მოციქულს უფალი სიყვარულით მიმართავს და მან იცის მისი სინანული გულში როგორ აქვს და რო უყვარს მას ღმერთი და რომ მიმართავს მას რომ მე შენ გიყვარ მეა სამჯერო ეკითხება ის სამჯერვე პასუხობს რომ შენ იცი უფალო. ანუ მან ეს სამი კითხვა იმიტომ დაუსვა მის სიყვარულთან დაკავშირებით და მის რწმენასთან დაკავშირებით რომ ის სამჯერ გადაფაროს ის სამჯერ უარყოფილი ღმერთი რომელიც რა თქმა უნდა სწამდა და იცოდა რომ ის იყო ზეღვთისა. მაგრამ მამასაბა გვაჩვენებს რომ ღმერთი არის ესე იგი პრინცი მეფეა და ის ნებისმიერ დროს გაგვიხსენებს ჩვენს რაღაც აი ძველ მიქარულ საქციელებს. და აი ამ ნათქვამით მან მისი ხედველობა ქრისტიანობასთან დაკავშირებით დაასამარა პირდაპირ, იმიტომ რომ თურმე ღმერთი, აი ამ ვიდეოს უყურეთ კაცო, ეს ამას მე კი არ ვიგონებ. მეგანა არ მინდა რომ ღმერთის არ წამდეს ხალხს და მეგანა იმას ვაკეთებ რომ აი ჩემი ვიდეოებით თითქოს ღმერთი და რწმენა შეურყიო ხალხს. არა, მე ვანახებ უბრალოდ რომ აი ეს კაცი რასაც ლაპარაკობს ქრისტესთან დაკავშირებით, ესეთი ქრისტე არ არსებობს. ეს არის სადღაც გაჭედილია ეს კაცი და აყალიბებს რელიგიურ თალიბანს რომ იაზვა სახედ აი როგორ იცი კაპასი იაზვა მაგალითად ისეთი აი როგორ იცი შეწუხებული ღმერთი რომელიც ყოველთვის გვიყურებს და ელოდება სადმე რამე არ შეგვეშალოს თორე ისე დღეს დაგვაყრის და გარდაცვალების მერე იქ რო წავსდგებით გაგვიხსენებს ამ ყველაფერს და როგორც მამასაბა იძახის წაკბენასავით აკეთებს. ეს კაცი ეხა აი არ მინდა რა ვთქვა რა აი კიდე რომ აი გულში რაც მიდევს ის იმას ახნა აი გადმოუღვარო მე მინდა რომ თვითონ მსმენელმა მოისმინოს ეს აი სად წერია სახარებაში რომ ქრისტე წაკბენას უკეთებს თურმე პეტრე მოციქულს რომ აი ეს ისა რა ქვია იმას ეს ძველი საქციელი პირიქით კაცო მაცხოვარი სიყვარულით უდგება მას და არა იმით რომ შენის არა ხარ რომ მითხარი რომ ყველამ რო გიღალატოს მე არ გიღალატებო და რაღაცა. ჯერ ეს სიტუაციაც სახარებაში განმარტებიდან რო შევიდეთ ივანე ოქროპირი ბატონო იმასიც კიდე რა ქვია რო ნახოთ ივანე ოქროპირის განმარტებები და კიდე თეოფილახტე ბულგარელის თქვათ ესენი წმინდა მამები არიან ეს ჩემი ბიძაშვილები და ჩემი ნათესავები კი არ არიან რომ მე დამხმარედ მოიპოვო. არა, ადამიანი რომელიც ამას ისმენს და რო გაიგოს რა არის საერთოდ სარწმუნოება და რას გვიფარავს ეს გვდელი და გვატყუებს, იქ წერია პირდაპირ რომ როდესაც მოციქულებთან დაკავშირებით პეტრემ თავისი თავი ყველაზე მაღლად დააყენა, იქ ღმერთმა იმიტომ კი არ უთხრა რომ აი შენ ისა რა ქვია იმას სამჯერო უარყოფ და რაღაცა. დაამდაბლა პირიქით უთხრა რომ კაცო თავი არავიზე მაღლა არ უნდა დაეყენებინა. ხო და ეს იმას არ ნიშნავს რომ ღმერთმა პეტრე მოციქული აი იმას ახნა რა რაც ქვია აი ცუდ სიტუაციაში ჩააგდო. არა, მან უბრალოდ აჩვენა ეს სიტუაცია მისთვისვე, მისი ვერწმენა უფრო გამტკიცდა პეტრესი ამ მომხდარის მერე. ხო და ეს კაცი რა ღმერთზე გვესაუბრება, დამიჯერეთ, ვინც ამ ადამიანს უსმენთ, ამ კაცს ღმერთთან არავითარი საერთო არ აქვს რა. ამ თავისი აზრებით. არავითარ შემთხვევაში ღმერთს ჩვენ რო არ უყვარდეთ და თვითონ როგორც ეკლესიაში არის ნათქვამი, რომ არ არსებობს ცოდვა, რომელიც გარდაემატოს ღვთის სიყვარულს და ასევე დავითის ფსალმოშიც არის ესეთი მომენტი, რომ სადაც ცოდვა განმრავლდეს, მუნიკ შენი მადლი გარდაემატოს და ღვთის მადლი გადაემატება ყველა იმ ცოდვილ ადგილსაც, ხო? რომელსაც მაგალითად დღეს ვიღაცაები აძაგებენ.
არ ვიცი, აი არ მესმის უბრალოდ ეს კაცი რა ღმერთზე გვესაუბრება. ან ადამიანებო, რომლებიც ტაძარში დადიხართ და სახარებას ისმენთ, შეადარეთ მაინც რომ სახარება რას საუბრობს და ეს მგლები რას ლაპარაკობენ. არ ვიცი, არ შეიძლება ესე რომ დავრჩეთ იმ მდგომარეობაში, რომ ყველაფერი ჩვენი ცხოვრება ყველაფერი ასოზე იწყებოდეს. უფულო, უმუშევარი, უპატრონო, უწიგნური ამოვიდა რა ეს ამათი ხსმენა უკვე გამაღიზიანებელია რა რომ აი ესე პირდაპირ აი უტიფრულად სახეში კაცი ზის და გატყუებს პირდაპირ რა რომ თურმე ღმერთი წაყბენას უკეთებს იმას რა ქვია პეტრე მოციქულს ღმერთმა უშველოს ამ ადამიანს რა აი ნახდად ვამბობ რომ ღმერთმა უშველოს